გამარჯობა, დღეს ჩემი სტუმარია, ერთი და განუმეორებელი, მანქანა, მერაბ დვალიშვილი. როგორ ხარ მერაბ? გამარჯობა მინდია, კარგად, შეგხვი. ჩემი არხის წარმდგენია ქართული MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი აჭარაბეთი, რომელმაც დაგვითმო ეს სივრცე. მადლობა მათ ამისთვის. მერაბ, წლებია უკვე მიდის საუბარი, რომ საქართველოში UFC უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ რაფმა ჩამოსვლაც, ანუ ჯერ შექმნა მოასწრო და მერე ჩამოსვლაც დაასწრო UFC-ს და შენ ხარ ამ ყველაფრის ჰედლაინერი. როგორ შეაფასებ ზოგადად რაფს? რაფი ძალიან მაგარი ორგანიზაციაა, მართალი ხარ შენ როგორც ახსენე, რომ ძალიან მოკლე დროში შეიქმნა და აი ბევრი რამე მოასწრო და მე თვითონაც თავიდან ვიმედოვნებდი, რომ აი ხშირად ყოფილა ესეთი ბევრი რაღაცა კაი ორგანიზაცია შეიქმნა, მაგარი კომპანია, მაგრამ რაღაც მე მალე გააჩერეს რა, ვერ გაკაჩეს ესე რო თქვა რა, ჩემი სიტყვებით, მაგრამ რაფმა აი ძალიან მაგარი სიწრაფით გაკაჩა და პირიქით წინ მიდის რა და რავი, მაგარი სპორტსმენები ყავთ, მაგარი სახელიანი ტიტულოვანი სპორტსმენები, ძალიან ყურებადია, ძალიან მოთხოვნადია და პირველი გასვლა ამერიკიდან არის საქართველოში, რაც ჩვენთვის ძალიან მაგარია და თან რეკორდული ძალიან უცებ დაანონსეს, ძალიან უცებ მოახერხეს. აი იმდენი საორგანიზაციო საქმე და იმდენი რაღაცა უცებ გააკეთეს რა და ესე რეკორდულ დროში გააკეთეს საქართველოში ეს ამ ხელოვანის შეჯიბრება, იმიტომ რომ უამრავი რაღაცა ამდენი სპორტსმენის ჩამოყვანა ვარჯიში, რაღაცა წონის ჩაბარება, რაღაცა არ არის ადვილი და საორგანიზაციო. UFC უკვე დიდი ორგანიზაცია, ყველა ვიცით, დიდი მანქანაა ესე რომ ვთქვათ, მაგრამ რაფი მაგარია რა. უშუალოდ შენ როგორ დაგითანხმეს? ახსენე, რომ ძალიან ბევრი დიდი სპორტსმენი უკვე რაფში გამოდის. როგორ მოახერხეს მერაბ დვალიშვილის დათანხმება? ჩემი დათანხმება არ იყო ძნელი, მიყვარს გამოწვევები, მიყვარს ჩალენჯები, თან მადლობა ღმერთო UFC-დან აგრძალვა არ მქონია ამ აქ გამოსვლა, თან ადვილია, წონის კლება არ მიწევს, მხოლოდ 2-3 კილოს დაკლება მიწევს, ალბათ ვახშამს გამოტოვებ და ეგ დღე ორ ვარჯიშს ჩავატარებ და ეგ იქნება რა. თან დიდ დროს არ ვთმობ ჭიდაობის ვარჯიშს, არ ჭირდება ჩემი, აი ხა ჩამოვედი და ეს ერთი კვირა მომემზადები ჭიდაობაში, იმიტომ რომ როც დავმარცხდე, ჩემთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს, ჭიდაობაა რა და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ბრძოლა და რისთვისაც ვემზადები 24 საათი მენტალურად, ფიზიკურად. შენი мотиваცია რა არის რაფში გამოსვლის? ნუ გარდა ჰონორარის, ბუნებრივია. ხო, ჰონორარი, აღნიშნავ მაგას, ჰონორარი არც UFC-შია ჩემი мотиваცია და არც რაფში. მე ნახდათ სიყვარულით ვაკეთებ ამ სპორტს და ჰონორარზე რო იყო საქმე, მე დღესვე ჩავიწყო DJBF-ში ხარ და აი წავიდე, მადლობა ღმერთს, მე არაფერი არ გამჭირდება და ისედაც simple man ვარ რა, არ ვიცი, ანუ ერთ ოთახში შემიძლია ვიცხოვრო და ბედნიერი ვიყო რა და მაქვს სოფელში სახლი და დავუშვათ იქ დავტკბებოდი ცხოვრებით რა. იმდენი სანაცვლო მყავს, იმდენი გამიკეთებია სპორტი, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან 0-დან შემიძლია დავიწყო ცხოვრება რა. მაგრამ აქ სპორტულ გამოწვევებზე, ჩემი თავის ჩელენჯზე, ჩემი თავის გამოწვევებზე და მე ვფიქრობ, აი თუნდაც მოგებას და წაგებას ჩემი ხო, აი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის სპორტისთვის არის დიდი ნაბიჯი რა. მე ვთვლი, რომ აი UFC-ში, ან თუმეტეს რაფში, ჩემი გამოსვლა უბრალოდ მოგებას თუ წაგებას მე ესე ვთვლი, გულწრფელად ჯერ ამისი, რომ ისა, თორემ მე კიდევ ვიზახ დღესვე შემიძლია თავი დამონებო და არ დამჭირდება ეს დიეტა, ეხლა ჩამოსული ვარ, არც ხაჭაპური მიჭამია, არც ხინკალი მიჭამია რა, იმიტომ რომ სპორტულად ვცხოვრობ და არც მენატრება რა, იმიტომ რომ გულით ვაკეთებ და რავი, ალბათ ღმერთიც მაგიტომ მიფასებს. ღმერთიც გიფასებს და თვითონ რაფიც გიფასებს. აი პირდაპირ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. 8 ოლიმპიური ჩემპიონი გამოდის ამ ივენტზე. 8 ადამიანს აქვს ოლიმპიური ოქრო მოგებული. ესეთი ივენთი არ ყოფილა მაგრამ. ხო, ესეთი ივენთი რაფს საერთოდ არ ქონია. და მეგონი ვერსად ვერ ჩაატარებენ ესეთ რაღაც შეიძლება ოლიმპიადაზეც კი არ არსებობს, 8 ოლიმპიური ერთად. აი თან ერთ პატარა სიცოცხლეში და ეს იქნება რაღაცა 5 საათში
ყველას ნახავთ, ხო, და შეიძლება არც კი. შენ ხარ ჰედლაინერი. ჭიდაობის. მაგაზეც არის ხო ოლიმპიური ჩემპიონი არის ჩემს წინ საიდულაევი, რომელიც ჭიდაობის ლეგენდა. სადულაევი ლეგენდა აბსოლუტურად. ხო, ფაქტობრივად იმისი ჭიდაობის პელე, რა ეს რა ქვია. ჩვენი ქართველების თან. ხო, და ხო ჩვენი ქართველები რა ორი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, ოლიმპიური ვერცხლი გივი მაჭარაშვილი. რვა კაცში გივი მაჭარაშვილი ვერ ხვდება თან, ვერცხლი აქ. ხო, ხო. წარმოუდგენელი ივენთია. და ჰედლაინერი ხარ შენ. ხო, ეგეც სასწაულია ხო ამ მოჭიდავეების ის ეგ ხანახან მიკვირს ხოლმე ჩემ თავში. ჰენის ეუდოსთან რო ჩაიშალა იქაც მთავარი ის ვიყავი რა. MMA დამეხმარა. მაგაზე მინდოდა. ამ ძიუდოის კაცი მოჭიდავეებში გავიჩიტე რა. მაგაზე მინდოდა მეკითხა, ერთი დაპირისპირება უკვე მოიგე ლეგენდარულ ფრენკი ედგართან. და მეორე ხვდები სეხუდოს, იმიტომ რომ პირველი ჩაგეშალა. თუმცა ჰენრი დამარცხებული ყავს MMA-ში. აი ეს რამე დამატებით თავდაჯერებულობას გაძლევს, რომ აი MMA-ში უკვე მოუგე სიტყვაზე. კი, ერთ-ერთი თავდაჯერებას იმას მაძლევს, რომ არ მოქვს არაფერი დასამტკიცებელი, სადაც საჭირო იყო MMA-ში მოუგე, UFC-ში მოუგე რა. და ეხლა ჭიდაობაში რა თქმა უნდა მე მაქსიმუმს გავაკეთე და მაქსიმალისტი ვარ და რა თქმა უნდა არაფერს არ დათობ. მაგრამ როც დავმარცხე და ასე კარგი არაფერი არ მოქვს რა, კიდევ ვიძახი აქ გამოს ჭიდაობაა რა და ყველა ვიცით რომ ესეთი ანუ ჭიდაობაა ეხლა მე. ხო და ხო ერთ-ერთი კომფორტს მაძლევს რა. ხო, თან ახლა ხალიჩაზე ჭიდაობა და გალიაში ჭიდაობა ორი სხვადასხვა ჭიდაობაა და მე ვფიქრობ რომ გალიაში რო ყოფილიყო უკვე სულ სხვანაირად ილაპარაკებდი ახლა შენც. კი, კი, თავდაჯერებული ვიქნებოდი და გარწმუნებული ვიქნებოდი მოგებაში, კი, მართალია. ბოლოს როდის გამოხედი საქართველოში გახსოვს? კი, როგორც მახსოვს. როგორც სპორტული ეს ან ჭიდაობა ან კი, კი. მე ხო საქართველოში MMA დავიწყე და ბოლოს უკვე 2011 წელს რა 2011 წელს როგორც ვიცი მან წელს ჭიდავე ბოლო საქართველოს ჩემპიონატი სამბოში რაშიც მესამე ადგილი ავიღე და MMA ბრძოლა ჩავატარე კიდე რაღაც მე-9 ბრძოლა ჩავატარე საქართველოში. ნუ 15 წელია საქართველოში არ გამოსულ ხარ. ხო, ეგრე გამოდის, კი, ხო. ამის გამო მაინც ცოტა სარნერვიულო. არა, არანაირად ვიტო პროფესიონალი ვარ, თავარია მაჩვენეთ სად გამოვიდე ხალიჩა, გალია რაღაცა და შემაგდეთ და არა. ფაქტია შეთქვას თქვი, რომ რაფი წარმატებას აღწევს UFC-ს ათლეტებით. ჯერჯერობით ეს არის სიმართლე. გამოდიან ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ ჰედლაინერები არიან UFC-ს ათლეტები. ანუ ხმაური პოპულარობა რაფმა მოიპოვა UFC-ს ათლეტებით. უშუალოდ UFC-სგან რა გაქვთ, ასე ვთქვათ, აკრძალვა. მე როგორც ვიცი, აკრძალული გაქვთ ერთმანეთთან შეხვედრა UFC-ს ორივე აქტიური წევრი თუა. კი, ესე არის ნახდათ UFC-მ ეგ ხოლოდ ეგ შეზღუდვა დაგვიწესა, რომ ორი მოქმედი UFC-ს მებრძოლი ერთმანეთში არ ჭიდაობს რა. ანუ ხა ფრენკი ედგარს ვიცით, რომ დანებებული აქვს თავი, ჰენის ეუდოსაც დანებებული აქვს თავი, იყო ლაპარაკი, ნუ ახსენეს რომ შეიძლება ტონი ფერგუსონს მაჭიდაონ და რავი ეს კიდე მითხეს კლეიდ გვიდა მე მგონი და რავი ესე შემდეგ კი ეგ შეზღუდვა აქვს რა ეგ შეზღუდვა აქვს დანარჩენი რავი ჯერჯერობით ყანათ არის მშვიდად და კიდე ერთი იყო რომ როგორც თავში მითხეს რომ რაფმა 4 ჭიდაობის კონტრაქტი შემოთავაზა და რავი როგორც ჩემ მენეჯერმა თქვა რომ UFC-ს ეგ არ უნდა და მოდი თითო ისენი ავიღოთო რა ჭიდაობები ავიღოთო და რაფს უნდა რომ რაც შეიძლება ხო ბევრი კონტრაქტი კონდეს რა მაგაზე მინდოდა მეკითხა ანუ თითო გაქვს იდეაში ეხლა ამის შემდეგ შენ რაფთან კონტრაქტი აღარ გაქვს და თუ ენდომება თავიდან უნდა მათ დიდი სურვილი აქვს და ხო ჩემზეა რა ჩემზეა ხო და ხო მოკლედ კი ხო კი ეგრეა თავისუფალი აგენტი ვიქნები რა თუ გააკეთებ თქვენ რამე ქართულ ჭიდაობის ორგანიზაციას გამოვა შემოძება გამოს არის ქნაულა. ისე დავიჯერო მოწონს ახლა UFC-ს ეს ყველაფერი. არ ვიცი როგორ არ შეიძლება. რამე არიცი? ანუ იცი რა არის UFC-ს ახლა რა არის ერთადერთი ის მე შემიძლია ვიფიქრო რომ გასთავარია ჩვენ წონის კლება არ გვიწევს, ამისთვის დიდი მზადება არ გვიწევს, ტრამული არ არის და კონკურენციას UFC-ს ვერ უწევს რა. და ანუ ხელი არ ხვდება და ანუ ხვდები ეგ არის რა და ანუ აი რა UFC-ს როგორ ესე ჩემი აზრით რო ვთქვა ისე კიდია რა. არაღელვებს. ხო რა, შეიძლება ძინავთ. მოდი გადავიდეთ ახლა UFC-ზე.
და არაოფიციალურად ვიცით, რომ შემოდგომით ბრუნდები. უკვე ხო არ დაუწყიათ მოლაპარაკება შენთან? მეც ეგრე ვიცი რა, ანუ როცა ალბათ ზუსტად გადაწყვეტენ, გამაგებინებენ რა, მაგრამ მეც ეგრე ვიცი, რომ იანი მაქსიმალურად წელავს და ეგრე ახლა აგვისტოში ვიცით, რომ დანიშნული აქვს ბიჭებს ბრძოლები, სექტემბერში ისეთი დიდი ქარდი არ არის და მეგონი ეგ არის რა ოქტომბერში, მაგრამ ოქტომბერში ორი ქარდი არის რა. ანუ ერთი სალ-ლეიქ სიტიში, იუტაში, ამერიკაში და მეორე არის აბუ-დაბიში და ხე იასნია, იანი ჩემპიონია და ალბათ მაგას მიაწვევა რა, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად არავის არაფერი არ უთქვია რა, ჩემთვის აი უბრალოდ ესე ველოდები მეც და ხო რა, ნახოთ რა, იმედია გვაღირსებს იან დაბრუნებას. ისე აბუ-დაბიში ერთხელ უკვე მოუგეს იანს. ნუ მე მაგ სტერეოტიპების და მაგ ხცებს ამჯერადაც ჩემი მაგას ეკეთება. ეგრე ლას-ვეგასშიც მოუგე ერთხელ იანსმა. იანის ოპერაციის გამოხდება ეს ყველაფერი? როგორც მახსოვს, ეგ გაიკეთა იანვარში, მაგის შემდეგ ქონდა მას ჩართვა ინტერვიუ არიალ ჰავანთან და ამბობდა, რომ ივნისში, ანუ თეთრ სახში სურდა ბრძოლა. მაგრამ მაგ თეთრ სახზე თავიდანვე მითხრა UFC-ს ხელმძღვანელობამ, რომ მან ჩვენი ბრძოლა გამორიცხული იყო რა. ხო და მაგიტომ რავი, მაგრამ ივნისის მერე, ივლისი, აგვისტო, რავი, სექტემბერი, მაგ ძალიან გაწელა რა და ეხლა დაბრუნებისთანავე შევდგები მზადებას, ისე სხვათა შორის ჭირდება რა, რა შეცდომას დაუშვი წინაზე, ის შეცდომა არ მინდა დაუშვა, იმიტომ რომ მე მთელი MMA კარიერა ვარჯიშობ გუნდურად რა. მივდიოდი ყოველთვის დარბაზში და რასაც ჩემი თანაგუნდელები ვარჯიშობდნენ, მეც იმას ვარჯიშობდი. ხო, მაგრამ როგორც ესეთი ესე ინდივიდუალური მწვრთნელი, ინდივიდუალური მუშაობა, როგორც საჭიროა ჩვენთან, ესე არ მუშაობდი. მაგ გუნდური ვარჯიშებით მოვედი აქამდე რა, მაგრამ ეხლა UFC ჩემპიონი ვარ და უფრო მეტი მომეთხოვება და ერთადერთი ჩემპიონი ხარ ინსტაგრამის სტორიებში რო ეძებს მწვრთნელს. და ეს ინდივიდუალური მწვრთნელები საცხაროდ არ მყავს არ ვეძებ, მაგრამ ვინც კარგია დაკავებულია რა და ეხლა ვისაც ცალია ისეთი მე მჭირდება ეხლა ვისაც ჩაერევა, მკვეთრად ჩაერევა რა ჩემს ბრძოლებში და ექნება გამოცდილება და დამეხმარება რა. ჯონ უდი, რომელიც თუნდაც საქართველოში მიყავდა, ჩამყვა ძალიან კაი ადამიანია, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს MMA-ში, მაგრამ მინიმუმ 100 მებრძოლი ყავს რა. ხო და აი ყოველ პარასკევი, შაბათი ბრძოლებში დადის რა და ანუ ეხმარება იქ ვიღაცებს ჩაოლებივად რა, ანუ ცოლი ყავს, შვილი ყავს, დარბაზის მე პატრონია და უამრავი ის აქვს რა და ანუ ეგრე არ ცალია ჩემთვის მას რა. მე ხო არაფერს არ ვმალავ რა, ყველაფერს დებ რავი, ჩემს სოციალურ ქსელში ვამბობ როგორც თუნდაც ამ ინტერვიუში რაც ხდება ჩემს გარშემო და გაიგეთ, მოკლედ რაც არ უნდა იყოს, ხო რა შეცდომებიც დაუშვი წინა იანთან ბრძოლაში, იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვა. ოპერაციას ხო არ გეგმავ ბრძოლის მერე? არა. არ ფიქრობ, რომ ეგ შეცდომა? ანუ დროს რომ არ იღებ, არ ისვენებ და ანუ სხეულს არ ეხმარები ქირურგიული ჩარევით თუ ეს საჭიროა? მე რო დავისვენო მაშინ როგორ გითხრა, მაშინ დავიბრიდები რა, ანუ მე პირიქით რა, ანუ დასვენება ჩემთვის ცუდია რა, ანუ რა ვიცი, ალბათ ძალიან არ ვიცი, ფსიქოლოგიურად არ შემიძლია უბრალოდ რა. ახლაც შეეხე რაღაცეების შეცვლას რო გეგმავ და მახსოვს ერთხელ მითხარი ინტერვიუში, რომ მე მარცხის შემდეგ ყველაზე მეც სწავლობო. რა გასწავლა ბოლო ბრძოლა? მე შრომობდი harder და არა smarter. ანუ უფრო ძიმ ფიზიკურად შრომაზე ვიყავი ორიენტირებული და არა ჭკვიანურ შრომაზე რა და ამას დამის დაბალანსირებაა საჭირო რა. ხანდახან საჭიროა გვერდით ყავდეს ესეთი ადამიანი, ვინც დაგაწყენებს, რომ არ გინდა ზედმეტი დაისვენე, არ გინდა ეს, ხო, ჭკვიანურად ვიმუშაოთ, ტაქტიკურად ვიმუშაოთ და არა მე დავბრუნდი დაახლოებით ერთ კვირაში ჩემი კორისანეგანის ბრძოლის შემდეგ და გადავედი მძიმე ვარჯიშებზე, აი რა დღეში რა თქმა უნდა ორჯერ აი ვიწურებოდი და ზემეთად გავწვი. ახლა ნახოთ რა ვიცი, შეიძლება ისევ სპორტია, შეიძლება ისევ წავაგო, მაგრამ
ეხლა ვამჯობინებ, რომ ჭკვიანური და ტაქტიკური ვარჯიშები და ანუ ძალიან ორგანიზმი არ გადავწო მძიმე ვარჯიშებით რა. ძალიან გამიხარდა შენი პასუხი, იმიტომ რომ შემდეგი კითხვა მქონდა ეგეთი. მე ვფიქრობ, რომ მთავარი ფაქტორი იყო შენი გადაღლილობა, რამაც ბოლო ბრძოლაში ის შედეგი მოგცა, რაც მოგცა. არა, ჩაგეწრა რა. იცი რა არის, ეხა ხო არ მაგბრძოლა, кай ხანია. მაინც გადაღლილი ვარ რა, მაინც გიჟროდ ვარჯიშობ რა და ეგ ვიცოდი რომ აი მაგიტო ავიღე რომ მეთქი ანუ რა აზრი აქვს რა, მაგბრძოლა არ მოქვს, დაჟე რომ რაღაც მიდიოდი სხვა ქვეყანაში, მაინც ვცდილობდი რომ მერბინა ან ფიზიკური რაღაც სიმძიმეები ამეწიან რაღაცა, მაინც ვერ ვისვენებ რა. ხო და მაგიტო ვცდილობდი რომ ბრძოლები მქონდა, მაგრამ რავი, ეხ კიდე როგორც აღნიშნა, ჯობია რომ ჭკვიანურად ვეცდები რომ მაქსიმალურად ჭკვიანურად მივიღო. ეს ტრილოგია გვინდა რომ სხვანაირად დამთავრდეს. კი, აი, მაგ დღეს აი კი შეიძლება გადაღლილი, შეიძლება ბევრი ბრძოლა, რაღაცა არასწორი ტაქტიკა, ესეთი ნიუანსები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ აი სხვა ნებისმიერ მებრძოლთან რომ მებრძოლა, მაინც არ იქნებოდა პრობლემა. უბრალოდ იანთან ეგეთ იმაში ყოფნა, ეგეთ ფორმაში ყოფნა თუ კონდიციაში ყოფნა, ხო, იანთან სხვანაირად ჯობდა ყოფილიყავი რა. ფიქრობ, რომ შენ და იანი დივიზიონში საუკეთესო 1 და საუკეთესო 2 ხართ. მე ეგეთ რაღაცას არ ვფიქრობ, რა ვიცი, ერთი ჩვეულებრივი მოჩხუბარი ვარ, როგორც დარბაზში ვაგებ ვარჯიშის დროს, ისე შეიძლება ბრძოლაში წავაგო. მქონდა იდეალური მოგებების სერია, 14 მოგების სერია მქონდა. და რა ვიცი ხო, ხალხმა განსაჯოს და იანი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი უხერხულებოდ, როცა წააქციო ეგრევე დგება ტიპი რა. ანუ ისეთი მოქნილია. აი ხა თუნდაც ამ ბოლო ბრძოლაში, წინა ბრძოლაში რამოდენიმეჯერ კისრიდან გავაჩერე კისერი მოუგრიხე და ანუ ღლიდი დროს წელავდი, ვაწვალებდი რა და ეხლა მახრჩობელად წავედი, ვერც მოხარე კისერი რა, ისეთი კიდე უფრო გაძლიერებული იყო რა. ანუ ფიზიკურად ჯანიანი ტიპია და ელასტიურია ისეთი რაღაც მოქნილია და ცივსისხლიანია რა. და მაგრად ვრთხავს. და რაღაცა ჭიდავს. და იქეთ წამოქცია 5 ტიპს. კარგი ჯიუ-ჯიტსუს აქვს. ხო, ანუ მოქნილია რა, მოქნილია. ბუნებრივად არის ეგეთი, არა და ბოქსიორია, მაგრამ როგორც ეხა რომადოლიზე ფეხბურთელი იყო 21 წლამდე და ტიპი ჯიუ-ჯიტსუში გელია, ეგეთი ბუნებრივად მაგარი ტიპია რა. შონომალიც ითხოვს იანს და როგორ ფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში იანსა და დვალიშვილს შორის გამარჯვებულის შემდეგი მეტოქე ომალი იქნება? არ ვიცი, ალბათ ამას UFC გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, რაც მათთვის მომგებიანი იქნება მარკეტინგულად და ფინანსურად და როგორც შორეულ პერსპექტივაში. შენ როგორ გინდა? მე არ მაქვს პრობლემა, მე მინდა ბრძოლა საუკეთესოსთან რა. ხო და ამ შემთხვევაში პიტერიანია საუკეთესო და მაგას ვებრძოლები რა. მე სხვა მეტოქეს არ განვიხილავდი და UFC-ც ჩემნაირად ფიქრობს და აქვს იანი. ნახოთ რა იქნება ამ ბრძოლის შემდეგ, თუ იანმა მომიგო წესით 100%-იანი იანს შეახვედრებენ შონომალის. იმიტომ რომ ეგრეა, იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, რომ იანმა მოიგო, მოგება შონომალის მისცეს, ახლო ბრძოლა იყო, მართლა ახლო ბრძოლა იყო და სტილისტურად საინტერესო ბრძოლა იქნება, მართლა თან ეხა 5 რაუნდიანი იქნება და რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში ეგ ბრძოლა უნდა შედგეს რა, თუ იანმა მომიგო. მაგრამ თუ მე მოვიგე, ანუ ვერ ხედავ მაგ ბრძოლის საჭიროებას, იმიტომ რომ მე შონომალის ორჯერ მოვიგე. მე სიამონები ვეჭხუბები თუ უნდა წინაზე ხო 2 თვეში დავბრუნდი უკან, ეხა 1 თვეში დავბრუნდები და 1 თვეში ვებრძოლები შონომალის რა, ანუ შონომალის სტილთან ჩემი სტილი კარგად ბრძოლობს რა. იანის სტილთან უკვე მიჭირს. ხო. ილიას მარცხს მოყვა ძალიან დიდი ხმაური საქართველოში. იმდენად გამწარებული იყო ხალხი, რომ ბევრმა შენს მიერ გაკეთებული განცხადება საერთოდ არასწორად გაიგო. და არა მარტო შენი განცხადება, ბევრ სპორტსმენს შეუტიეს გაბრაზებულმა ხალხმა. არ გინდა ამასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გააკეთო? ნუ მესმის აი
ყველა იმ ადამიანის, ვინც მართლა გულწრფელად გაბრაზდა, ეწყინა, განიცადა და ეს სრულიად მესმის და პირიქით მეც უერთდები მაგათ, მაგრამ ბევრმა ადამიანმა ცუდად ისარგებლა ამით, თუნდაც ახსენეს ის, რომ რომ ხელა შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ქართველებს, მას ჩვენს მებრძოლს, რომ ბრძოლა შეიძლება გაეყიდა. ან და შეიძლებოდა ის აზრებიც იყო, რომ შეიძლებოდა ტრამპი დამუქრებოდა და ესეც რა ხელა შეურაცხყოფაა, ხო? ანუ მე არ გამოვიცხო რა თქმა უნდა დოპინგს და არც მიგულისხმე, არც მithქვია და არც ვიტყვი რა თქმა უნდა, ყველამ შეიძლება იმას, მაგრამ ფაქტია რომ ყველას გამოწვევენ, ეგ რაც ეხება დოპინგს და ჩვენ ეხება ჯასტინ გეიჯი კი ბინძური მებრძოლია, კი თითებს ფადეფიმრას დათხარა თვალები. კი იმ მომენტში სადაც ურტყავს ილია თოფურიას ჩანს რომ რაღაცა უშლის წერას. ხო, თეთრ ურტყავს, მაგრამ ასეთ ჭორებზე, ასეთ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე ჩავწერე ის ჩემი გულის ტკივილი რაც ჩავწერე, რომ არ არის ეს რაღაც ცუდი უბრალო ხალხის იმას შესთომაში მე ვიდეოს შევხვდა მოხუცი ქალბატონი იმეორებდა ამ ყველაფერს რაც ინფლუენსერებმა თქვა და იმ ქალს გამომარჯვეს ღმერთმა, იმან მართლა დაიჯერა, მართლა განიცადა, იმას მართლა ეგონა რომ ტრამპ შეიძლება ჩაეწყო ეს ბრძოლა დამუქრებოდა და ესეთ, მაგრამ მე ამაზე გამოხატე ჩემი გულის ტკივილი, რომ უბრალოდ ჩემ სპორტს მიაყენეს შეურაცხყოფა, ჩემ ძმას მიაყენეს შეურაცხყოფა და ყველას მოგვაყენეს შეურაცხყოფა რა და მე უბრალოდ თქვი ჩემი გული და მე ბოლოს მადლობა გადაუხადე ყველა გულშემატკივარს. ერთი დღით ხო არ ვცხოვრობთ, არა ეს სპორტი უნდა გაგრძელდეს და უფრო მაგარი იქნება, რომ ილია თოფური აქედან დაბრუნდება და ჯასტინ გეიჯის რომ მოუგებს, წარმოგიდგენ რა მაგარი იქნება, ხო? მე ვარ თავისუფალი პროფესიონალი მებრძოლი რა და მე არანაირი ვალდებულება მათ შორის UFC-თან არ მაქვს. იცი შენ რომ რა წარბი გამესკდა დავდე ჩემ მეგობართან ალჯამაის ტერმინთან თქვი არ ვებრძოლები, ფეხებზე მკიდია, ხო? დანაოეთი გაბრაზდა და მე მგონი დღემდე ვერ მიტანს რა და უბრალოდ ხათრის გამო თქვა რომ ბოლო იმაში იმ ხელა მართლა საქმე გაუკეთა UFC-ს და იმ რაღაც ნუ ბოლოს მართლა რომ გადავედი ინათა რომ წავაგე და იმედია მოგეწონა მეთქი ბრძოლა ეგ სიტყვები უთხარი რა და შენო აი სასწაული გააკეთე ამ ბრძოლითო წლის ბოლოსო ძალიან დაბლა ვიყავითო რა და აი ამ ბრძოლითო მაგრად ამოქაჩეთო რა ბოლო pay-per-view იყო ESPN-ზე და აი ამ ბრძოლითო აი სასწაულად გაზარდეთო ჩვენი რეიტინგიო და აი ძალიან დიდი მადლობა და რაღაც სასწაული შეძლებდა. ანუ როგორც იქნა აღიარეთ. მაგრამ ეხლა მაინც რომ ნახულობ, მაინც ისე მიყურებ ზეთის თვალით რა. მაინც ის მაინც არ მევასები, მაგრამ მოგეთ მე კიდევ ვიძახი, მე არ მყავს უფროსი რა. ღმერთის გარდა მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ჩვენ მებრძოლები რომ ერთმანეთში ვლაპარაკოთ, თავში მე რომ იანს უთხარაც აი რაღაც ესე გიზავ ისე გინდა ჩვენ გავალ და ვიბრძოლებთ რა და მე ბრძოლის შემდეგ ან ჩამოვართენ ხეს ან არ ჩამოვართ მაგრამ ჩვენ ხელით შევეხებით ერთმანეთს. ქართველისგან საწყენია რა, ქართველისგან თორე ხა უმართო ბრძოლი ვიცოდით რომ ხმა ხო მესმის ხო 1000 ადამიანი არსებობს მისი მხარდაჭერები, ჰეიტერები და მაგათგან პირიქით ჰეიტი მოტივაციად მივიღე და ყველას დაგანახებთ რა მიუხედავად ესა ტრამვიანი და პრობლემებში ვიყავი და ისე ვძოლოდი ეგ მოტივაცია იყო ჩემთვის რა. გადავიდეთ მაშინ პოზიტივზე, უფრო დიდი პოზიტივი რა უნდა ყოფილიყო ორი ქართველის დებიუტი იყო ერთდროულად ერთ ქართზე. ლევან ჩოხელი, ოთარ თანზილოვი. ლევანმა საერთოდ რეკორდული ნოკაუტი აიღო, ქართველებს გულისხმობ ყველაზე სწრაფი ქართული ნოკაუტი UFC-ში და ოთარმა მართალია ვერ მოიგო, მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. ორივე შენი ახლო მეგობარია, როგორც ვიცი. და მოდი როგორც მებრძოლები, ისე შეგვიფასე. როგორც ადამიანები რო კარგები არიან, ვიცით. კი, რა თქმა უნდა, მართლა მაგარი ბიჭები არიან, მაგარი მშრომელები და ორივე დგომის მებრძოლები არიან, რაც კიდე უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს. რაც შეეხება ოთარ ტანზილოვს, მართლა ძალიან მაგარი ბიჭი არის, ძალიან წესიერი, მშრომელი და მაგარი მწარედ ურტყავს. ძალიან ისეთი ხო ერთი პატარა საცილო ისტორიას გავიხსენებ. მე 2018 წელს როცა მოვიგე UFC-ში ბრძოლა საქართველოს ჩამოვედი ალბათ 10 დღით დასასვენებლად რა. ბრძოლის შემდეგ ვაძლევდი ხოლმე თავისუფლებას რომ დამესვენა და
მოკლედ მივედი ოთარ ტანზილოვის დარბაზში და იქ როგორც ხდება, რა თქმა უნდა, ყველამ ეს UFC-ის მებრძოლია და ყველას ჩემთან ვარჯიში და სპარინგი უნდოდა რა. და მათ შორის იყო ოთარ ტანზილოვიც რა და მოკლედ ეს იქ ისეთი დარბაზია, ანუ კედლები რკინი ის არის, ბეტონის კედლებია რა და ანუ კედელზე ვერ მიიყვან კაც, ვერ ჩაიყვან, ვერ წააქცე. დადგა ეს ოთარ ტანზილოვის შუაში მაგარია და კედელზე ვერ ვაწვევოდი რომ ბეტონზე თავი არ მიერტყა ან რაღაცა ისეთ და მოკლედ კაი დათმობი გამიტარა შუაში რა. ხო და თან ეხა მე როგორ ეცი ბრძოლის შემდეგ ეხა ხვდები ისეთი мотиваცია არ მაქვს UFC-ში მოვიგებ ბრძოლა რაღაც. ამ დარბაზში მცემა რა. ხო და მე მაგისი მწვრთნელი და ეხა დღევანდელი ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი მირეკავს და მწერს რომ მე რა სათხარ რატო არ მოდიხარ ჩვენთან დარბაზში. არ მინდა იყოს. არ მინდა იყოს. მე გატეხილშიც კი იყო მაგის ტრენერი რომ რა იყო რატო არ მოდიხარ ჩვენთან. არ მინდა ძმა მირთყავე თქვენთან დარბაზში მეთქი ხოს. და ეგრე დავამახსოვრა ოთარ ტანზილოვმა თავი და დღეს მოკლედ UFC-ში იმძვის დიდი ხნით ადრე დაიმსახურა მამძოლა ხანდახან ტრავმა შეუშალა ხელი და ხალხ შორის ხო ჩემთან დაემართა ის ტრავმა რაზეც ძალიან მწუხარ მაგრამ ჯობს გვიავიდრე არასდროს UFC-ში ბრძოლოს ოთარ ტანზილოვი ხალხ შორის ერთი წონით მაღალ წონაში გამოვიდა წაუგებელ მებრძოლთან ის მებრძოლთანაც კარგად ვარ მეგობრობ ახლობლობ იმ ბიჭთან ძალიან კაი ბიჭი არის მაგრამ მე ოთარის კუთხეში ვიყავი და მეგონა რომ ოთარ ტანზილოვმა მოიგო ის ბრძოლა მის კუთხეში ვიყავ მე რო გადავხედეთ გასაგებია რატომაც მისცეს მის მოწინააღმდეგეს მაგრამ ხო UFC-ში ეგრე მე ორი ბრძოლა წავაგე UFC-ში მაგრამ ჩემპიონი გავხდი ბოლოს ხო და მოკლედ ოთარ ტანზილოვს ყველაფერი წინ აქვს მხოლოდ პოზიტივი მხოლოდ დიდი სიხარული და წარმატებები მას რაც ეხება ლევან ჩოხელს მასთანაც მაქვს ესეთი პატარა მოგონება მოკლედ კიდევ ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ რომ ჩამოვედი საქართველოში ესეთ კიდე სხვა დარბაზში ვარჯიშობდი უკვე იმ დარბაზში აღარ ხო და მოკლედ იქ ლევან ჩოხელი მე დავაანონსე რომ იქ პატარა სემინარს გავაკეთებდი ლევან ჩოხელი მოვიდა მან პირდაპირ და მათ გავიცანი და მოკლედ მიუხედავად იმისა რომ მე ჭიდაობის სტილი მაქვს და მაშინ ლევან ჩოხელი ჯერ კიდე ბავშვი და ახალგაზრდა იყო რო ვეჭიდავე უკვე ვიგზენი მისი ძალა მისი ტალანტი და დიდი განსხვავება იყო უკვე რა ძლიერი იყო და რა ტალანტის მფლობელი იყო და მაგის შემდეგ რა თქმა უნდა ვადევნებ მის კარიერას თვალს მოკლედ ძალიან მაგარი მებრძოლია რა თქმა უნდა დგომში ძალიან მაგარ ბრძოლოს თავისი უნიკალური სტილი აქვს როგორც ილია თოფურიას დგომში და მართლა სადაც ურტყავს კიბოს აჩენს რა ხო და მოკლედ ვიცოდი რომ ესე ადვილად მოუგებდა ამ სომეხ მებრძოლს შაბაზიანს კი შაბაზიანს ნუ ძალიან კარგი ბიჭი არის ეგ სომეხი ბიჭი თავის ძმაც მაგარი მებრძოლი არის მაგრამ ლევან ჩოხელის სხვა დონეა და წარმატებები მას დარწმუნებული ვარ რომ დიდ მწვერვალებს დაიპყრობს უკვე UFC-ში და მთელი გულით და სულით გულშემატკივრობ და ვამაყობ ლევან ჩოხელით და რა თქმა უნდა ასევე ძალიან მიხარია და ვამაყობ ოთარ ტანზილოვით. დიდი მადლობა. მერაბ ინტერვიუს ბოლოს მინდა ესეთი შეკითხვა დაგისვა იდეაში სამომავლო შენი გეგმები ვიცით. ჯერ რაფია, ჰენრი სეხუდო, შემდეგ სავარაუდოდ შემოდგომით უკვე პიოტრიანი. და ამ ხრივ სპორტულად ვიცით რა გელოდება. გარკვეულწილად სპორტულად ასევე საინტერესოა რა მდგომარეობა გაქვს დარბაზთან დაკავშირებით. დიდი საქმეა, დარბაზი გინდა რომ გააკეთო, რა ხდება ამ საქმეზე? კი, გავდივართ ბოლოში, ყველაფერი დალაგებულია, ეხლა ვსიო უკვე ანუ თვითონ საბრძოლო ოქტიგანი, кейჯი, ტატამი, ყველაფერი ნაყიდია, ყველაფერი თითქმის გზაშია. უბრალოდ და ადგილიც უკვე ნაპონი მაქვს ესე რომ თქვა, ჩემი ბრძოლის შემდეგ ვაპირებ, დაურეკო, გამოვიყენოთ ჩემი კავშირები, კარგი მცველები, კარგი სპარი პარტნიორები, ჟურნალისტებიც მათ შორის მოვკიდო ხელი, ჩამოვიყვანო საქართველოში, გავხსნა ჩვენი დარბაზი, მცველებთან და სპარი პარტნიორებთან ერთად მინიმუმ 2 კვირა ვივარჯიშოთ აქ საქართველოში, როგორც მე
მთელი ცხოვრება ამ გეგმას ვაწყობ, რომ რა იქნება კარგი და რა ჭირდება საქართველოში MMA-ის ვარჯიშის განვითარებას. აი ამ სქემას ავაწყობ. მე არიან კარგი მწვრთნელები, აქ უკვე მთავარი მწვრთნელი ყავს რა თქმა უნდა. დავიმატებ უკვე ჭიდაობის მწვრთნელებს, ჯიუ-ჯიტსუს მწვრთნელებს და ამ სქემას დავტოვებ და ამ სქემის მიხედვით ივარჯიშებს ყველა აქ არ იქნება არანაირი პოლიტიკა, ვის რომ აი ნებისმიერი დარბაზიდან პროფესიონალ მებრძოლებს შეეძლებათ მოსვლა ვარჯიში ერთობლივ. ეხლა დღეს ჩვენ რაც გვაკლია ერთობა რა. აი მაგალითად ერთ დარბაზს ყავს 5 კარგი მებრძოლი, მეორე დარბაზს ყავს 7 კარგი მებრძოლი, მესამე დარბაზს ყავს 2 კარგი მებრძოლი და ცალ-ცალკე ვარჯიშობს რა ხალხი და საჭირო გაერთიანება რა და თან საჭიროა კარგ პირობებში. ხა ზოგ დარბაზში მაგალითად გაღუნული კედელია რა, ეს კედელი ესე არის დაუშვათ. ზოგ დარბაზში თვითონ ის კი აქვს ის სავარჯიშო გალია, მაგრამ სეტკა დახეულია და შეიძლება გაგერჭოს და დაზიანდე რა. ხო და მოკლედ იქნება კარგი პირობები ამ დარბაზში და მე ეს დიდი ხანია მინდოდა გამეკეთებინა, დიდი ხანია მუშაობ ამ პროექტზე და როგორც იქნა გავდივარ ბოლოში. კი მართალია ჩემი დიდი დრო, ენერგია, რესურსი მიაქვს ამას, მაგრამ ეს არის ჩემი მეორე მიზანი გარდა ჩემი კარიერისა, რომ სხვებსაც შეუწყოთ ხელი, რომ არ წავიდნენ ბიჭები, როგორც ცდილობენ წავიდნენ ახლა ესპანეთში ან ნუ სხვა ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა, არ დავასახელებ ახლა ქვეყნას, მაგრამ ხო ყველა ცდილობს რა, რომ სავარჯიშო წავიდნენ ტაილანდში ან ესე შემდეგ რა. დიდი მადლობა მერაბ ინტერვიუსთვის, დიდი მადლობა ასეთი კარგი ქართული საქმისთვის, რასაც აკეთებ როგორც გალიაში ისე გალიის გარეთ, წარმატებას გისურვებ ჰენრისთან და გისურვებ რომ 2026 უკვე UFC-ს ქამრით დაასრულო და დაიბრუნო ის რაც ჩვენი აზრით, მთელი საქართველოს აზრით ისედაც შენ გეკუთვნის. მადლობა მინდია, რა ვიცი, მე ყველაფერს გავაკეთებ მაგისთვის რომ ჩემს შემდეგ ბრძოლაში, ქამარზე ბრძოლაში გავიმარჯვო, მაგრამ ეს სპორტია და რა ვიცი, მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ როგორც აქამდე, დანარჩენი ერთადერთი იმის თქვა შემიძლია რომ დანებებას არ ვაპირებ და ბევრი წლები ვაპირებ სპორტში ყოფნას, იმიტომ რომ როგორც ეხლა თქვი, ფიქრობ რომ ჩემი მოგებას და წაგებაც UFC-ში წარმატებაა და წარმატება ჩემი ქვეყნისთვის რა, თორე მე კიდევ ვიძახი, მე შემიძლია დღესვე ჩავიდლაგო ჯიბებში ხელები და მე მთელი ცხოვრება არაფერი არ გამიჭირდება, როგორც ეხლა თქვი 2-დანაც რო დავიწყო ცხოვრება, რა ვიცი, არსად არ დავიკარგები რა. მადლობა. მადლობა.